იცის გზატკეცილზე ცხოვრობ. დინარე ჩალბაშის პირას, მამასთან ერთად. ლამაზი ცხვირი, ნახშირივით შავი თვალები და მაიმუნივით გრძელი ხელები ჰქონდა. 14 წლის იყო და თავის კლასელ ბიჭებს შიშის ზარს სცემდა. საოცარი ჩხუბი იცოდა. 2-3 ბიჭს ერთად ისე წააცევდა, ხელსაც არ გაანწევრებდა. დედა ისე პატარას გარდაცვლოდა, რომ არც კი ახსოვდა. ძეს, მაწონს და მწვანილს ყიდდნენ მეზობლებში და სოხუმის ბაზარში. იანბული არსად არ სწავლობდა. მამამის ეხმარებოდა მეურნეობაში, დანარჩენ დროს კი ქუჩაში ატარებდა. 14 წლის დიქტატორს ყურმოჭრილი მონება ტყავდა მთელი კლასის ბიჭები. კლასის ყოჩი იყო იანბული. მათი ნაცნობობა 1938 წლის შემოდგომაზე დაიწყო. დეიდა ჩემმა ნინამ, მოგლობა რომ არ მეგრძნო. თბილისიდან ჩამოსული მეორე დღესვე მთელ სოხუმში სახელგანთქმული მუსიკის მასწავლებელი ელენა მიხაილოვნა ნავროცკაიასთან მივიყვანა. გამარჯობათ ნინა ივანოვნა. გაგიმარჯოს. კოკა სადა? კოკა შესავით უსაქმური კი არ არის. ფრანგულზეა. ეს ვინ ხარ? ეს შენი საქმე არ არის. სკრიპკა. ყვა გამოიარე, შეშამას და სახელი. შენ არ გამიშალე, ხო ხული გრობა. მამაკაცის გამაჩილზე. ვინი ხო? გაჩერდი, კაცო, გაჩერდი. ბერლის ბიჭი იყო იანბული. მამამის ძედა აქვს ჩვენთან. არ დაგინა ხო იცოდე მაგასთან გავლილი. ხულიგანია, დღე-დაღამე ქუჩაში გდია. ჯემალი. იცით რა არის? ობოლია. დედამის იდეოლოგიაზე ატარებდა ხო? უდედობა და ობლობა რომ არ იგზნოს. უარს ნუ მეტყვი. აი სხვას რომ ახდენით, ორი იმდენი გამომართით, თქო დაიყორეთ ხო? ნე, რამდენი წელი მეცადინეობდა?
6 ქალბატონო. ვისთან? ვერ გეტყვით ვისთან? კარგი. აბა ბეთჰოვენის. სად უნდა დავუკარი? არიცი. ქალბატონო ელენა მიხაილოვნა, იქნებ სხვა, უფრო პატარა კომპოზიტორი გეკითხათ, როგორ? ზაზუნას? არ უკრავ? იცით რა არის, აი მოცარტს უკრავს, ხო, აი მე მგონი ზაზუნას მარტივი, მაგრამ გენიალური ნოტებით არის. ბავშვი ჩემთან ივლის. 3 შაბათობით, 5 შაბათობით და შაბათობით. და ელენა მიხაილოვნა, ნავროცკან? ამიხვარ. ქალბატონო ელენა მიხაილოვნა.
აბი ჯემალ აქ ხარ? რა იყო ჯემალ რა გჭირს? ალბათ ხომ არ ხარ? არა. ჯემალ გაკვეთილი არის სწავლე ხო? სადა ის დაიდაში ახლავე ყველაფერი. თევზები. რა? თევზები. რა მოხდა რა მოხდა? არ მინდოდა. მოიწამდი. რა მოხდა? არ მინდოდა, ყველი და მოვაჭამდი. რა გინდა? უნდა გელაპარაკო. რაზე? აქ უხერხული. აბასა, კლასში შევიდით. სადაც გინდა? დავიღუპეთ. რუსები. ბიჭო, სიცხვილია, არ დაგვიდა. აუ, შენ არც მაგის სამბაური და გვასიებს ორივეს. აი ხო რა მოხდა რა? ხომ არ მოკკლაო? წამოდი ახლა. წამო, მაგრამ მომიდა ბიჭო. გველოდება შენ. წამო. აჰა, რა გინდა? გუში შენ კლასში შემარცხ. ერთი დარტყმით და არ ველოდი და იმიტომ გავს. პასუხი იმიტომ ვერ მიიღერო. ველავდე. მიდო დადგომა, მაგრამ ველავდე. მე ამ კლასის ყოჩი ვარ და ხოთა დავშო, გაიგეში. მე არ მინდა მეთქი შენი კლასის ხოჩობა. თავი დამალე. შენ რომ ჩემზე დიდი იყო, დაგარებები, მაგრამ შენ ჩემზე ერთი წლის პატარა ხარ. ამიტომაც ვერ დაგარებები. ბიჭო, აგი გითხარი, არ მინდა ხოჩობა მეთქი. ეგრე არ გამოვა. უნდა უჩი. ვიჩხუბოთ. პატიოსნა ვიჩხუბ. პატიოსნა რას ქვია? არც ყულიკა და არც ყოკა, ჭუბში არ უნდა ჩაედიო. გინება არ იყოს. წარცეულის ცემა არ იყოს. ეგრე იყოს. თუ მოგერი, ხვალ იმავე კლასელებს აქცევ, მისთანაც დავსვი, გაიგეში. ცემა მოგელაზე. აი, მაშინ შევამჩნიე. ის უკებზე ლათინური ასოებით წარწერა ჰელადოს. ხვალ არა უშავს, მაგას ბევრი მოხდა. სულ ერთია. ხვალ მაინც უცემ. ძალიან მოგასებული. ბულკივით. მაგის დედა შენ თბილისი ხარ
მორჩილას განტარაობას უნდა ვიჩხუბოთ. ეხლა მე თქვენ გაჩვენებთ როგორ მზადდება ხალხიანებისგან კატოლიკე. მორჩი ეხა მაიმუნობას დავიწყოთ. ეი, შენ წვინდია. დავიწყოთ. სამყაროში გადარეკე და უხარი ხუთში მოვიყვა. აიღო შენ დაინვალიდე ბეიდაში. შენი მიხარ წვიდლია. აი ნახოთ ვის დასჭირდება დღეს სასწრაფო. დამალებით. რასაკეთებ? მე ხალხიანთან ვიხე ჩუბს არ ვაკი. იგი ეს ხალი ხელით უნდა გაიგოს. მორჩი არტისტობას. ხელი ამოიღე და ისე ვიჩხუბოთ. მე შენთან ვიხე ჩუბს არ ვაპირებ. მაშინ არ მინდა. გეშინია. კი არ მეშინი, არ მინდა მე. ხელი ამოიღე და ისე ხცე. მე ჩუბი თორცე. მარგეს ვის მეჩხუბებ? მეჩხუბებ კი. იგი გასული. რადგან ტიროდა და არ უნდა მისი ცრემლები ჩვენც დაგვენა. ერთს კი მივხვდი. დღევანდელი ჩხუბი იანგული მწაა.
რამო რა იყო და აი ბოტანიკის მასწავლებელმა თქვენთან გაონიშვა. რაი ჩემი ბავშვი არ არისო. ხო, აი ზუსტად. ჩემი ბავშვი არ არისო. ვიმე არც ჩემი ხარ ჯიბუტი და მასალე აღეროგეთ. მე აბა რა ვქნა მე? ერთი სკამი მაინც მომეცით, აი დავჯდები დერეფანში კლასებში ვარ. დავიღალე ფეხზე დგომით. მოვუტანო მას. გუგლე შენ. ვიმე ჩეჩოჩე პატარა ვადარი. აი გადაშალეთ სიგნები. სიგნის კითხვა თუ გიშველი თქვენ თუ არა. აი ახლა დაფასთან გამოვა. მე მას ხარე გადავა. დაფასთან გამოვა. ნაკალი. ხო, შენ. ჩაბუგლე შენები. ბროლი მასწავლებელო, მისი გუში ლექსი დავწერე. რაიო. ლექსი დავწერე. დაგვიგი. რაზე შენი ლექსი? რაზე იქნება სიყვარულზე? რა შენი სიყვარულია, გოგო? აი მასწავლებელო, ბებია ჩემი 14 წლის გათხოვდა. აი მე შერაგინა ჯიბუტი. მე რა უნდა მინდოდეს მასწავლებელო? თუ შეგიძლია რა თქმა უნდა. რამე არის? თვარიანი, თოვლიანი, ქარიანი, სრემლი მუნდი, სიხარული. მიყვარს ამესი არის. მთელი ღამის უძილობა. სუნთლად გადარება. თეატრა ბავშვები. ვიცით და აზის გამოხმა. აი გიბუტის. ვიმე რა იყო? ლექსი არ მოგეგონა თუ? ბოლოს მეკონი კარგად აქვს დაწერილი. ეთყობა რომ აი უგრძუნია. მოიცა. ლექსი სიყვარულზეა და სიყვარულზე რატომ არაფერს არ ამბობს? ცხვარია და ვერ ამბობ. ეს ლექსია. ლექსი კიდე ყველაფერს ვერ იტყვი. ჩერეთი მაგირო ლექსია. ისე დაგიმშვა და შენ ცხვირი. და მე მეორე მასწავლებელო. ლექსი თუ სიყვარულზეა. სიყვარულზე ხომ უნდა თქვას რამე? აი თეულდა თქვას არა. სადა? არა მოიცათ. ადამიანი რომ უძილო. გადარეულია და ღამით არის. შეყვარებული არა რა. მოიცა. გავაჩია ლექსი. აი მასწავლებელო, თავში რომ უწერია თვარიანი ღამიაო, თოვლიაო და ქარიაო. მაგაზე რა ხვდებს? რას ეთქნა გაიც? ვერაფერს. აი მალან. უძილოთ ხარ, ქარ და თოვლთოლა თუ ქვეყანა იგივე, შენ რა გიხარია, გოგო, სიყვარულს შემიძლო, როწე მანდა. დაგეს მიდლები. სულელები ხარ სიყვარული. დავაგაცო. სულელები. ვისკა, კიდო ას. აქ ვარ მასწავლებელო. ვიმე, ქემიცი რომ ანხადა მითხარი და ლექსი საინტერესოა. ლიქია საინტერესო. ლითია საინტერესო. ლითია და აუჯერ სხვა მილაპარაკობს მასწავლებელო. შენ და მე რეიტი კიდო. ჩემი საქმე ხომ მოვთქვი მასწავლებელო. ადე. დასაკუთრებით ფინალია მასწავლებლო. კარგად მიგნები. ლიქია კარგად მიგნები. დადარეული რო არის. ვისკა კიდო არის. ჯიბ. რასო, ჯიბ. შენ. მე არაფერს მასწავლებელო.
უბედურება გჭირს. კაცო, ლექსის წერას დააწყებინებს, კაც, კი ვიცი. ეგ მე კი ვიცი, მას. ვისკა პირველად. ჯიბუტის ეთქება. არაფერს მას. ისე ნაგაიც. ბებია შენ მათ თუ იცის ლექსების წერა რომ დაიწყო. არა, მასწავლებელი. ნუ გაივეთ. თავის უბედურება ეყოფა იმ საცოლს. მასწავლებელო, ისე ეს ერთუშენიერების ჯაჭვი დასამელი რომ გაგვხდებოდა, ეგ კი ვიცოდით ჩვენ ყველა. მართლა წერდით ლექსებს ახალგაზრდობაში თუ აქვს წერილი? მე კი წერდი, რა ვარ წერდი, მაგრამ რა ვიქნე, ცუდია, დავანებე თავი. მე ყოველდღე ხოდა წავიდე რომ ლექსებს და საერთოდ აღარ შემოვალაფა. მოვდი ვარ და გავითვრე. ნაკაიძეზე ნაკლები. გავწყო მას. არც საძოვაში ავია. არც ადამიან, არც დია. ყინვის არ აქვს შიშია. მიჩურინული ჯიშია. ხეს გამოუსხამს ყვირტები. მოდი და ნუ გაყვირტები. ამ ყველაფრის შემდეგ ფიქრობ, რომ მე გავიტურებ, ხო? მასწავლებელო, ისე სულ ნაკაიძის ბრალია ეს ყველაფერი რა. გამომივიდა ოეთ. მაგია, ოეთი ფაქიზი სულის პატრონია. ვინაა ჯებალ ფაქიზი? აი, შენ ხარ ფაქიზი თუ იაკობ ალექსანდრია ფაქიზი? მასწავლებელო, ოეთ სულში უნდა ჩახედო. ვაიმე, გიხურე და რა ფერი ვერ დავინახე, მაგრამ მე უნდა აღმოაჩინოთ ბროება მასწავლებელო. ანთიძე, მე კოლუმბი გიარო. მე ქართულის პედაგოგი ვარ. თქვენ გონიათ მიხარი არ განაყრნა, ხო? აი, წავა და დევის სწორე. მასწავლებლად კი გადავიბარე. თქვენ ხელավոր ვიყავი ახალგაზრდობაში. თქვენაირი სულები და აბდალი ვიყავი. კი, ვიყავი. მასწავლებელო, თქვენ ახლა საქმე გასწრულად გამოიყურეთ. რაიო, გაეთრე გარე. შენი ხო გაეთრე ხასარავარ გამი. ოხრები, ესენი ოხრები, მასხლად ვიგრებ, ხო? მე ბრალი ბაგულია ეს, ახლა ამდენოცა. კარგი გვარი გაქვს მასწავლებელო. ლიკინი. ხილად მას აწაიქცეთ. გვეყოფა. ბოლო ხარ კლასელებთან უნდა ვიჩხუბოთ. არ გინდა კლასელებს მე ვეტყვი რომ მაგარი ხარ. ოღონდ ყოჩობას ვერ დაგვრჩა. არ მინდა. მოიცა. თუ გინდა მეორე ყოჩი იყავ. არ მინდა. მე ჩემთვის შენ შემთვის. მოიცა.
ხომ არ ვიჩხუბებთ. მოდი ხვალიდან ვაგინოთ ერთმანეთს და ვინც აჯობებს იმისი იყოს. ვიმისი იყოს? შემა ვირისაო, ირანული ბერძენა მეცაინე, თბილისაო სირისტიანო, ლატვიანო, ლილიანო, თბილისის წყებსო, ჩოჩორო, ნაიგრო, კამბოლა, ორჯო, მედუზა, რეტინო, აგანინო. მიდი ბიჭო. მიდი რას გაჩერდი? თქვი რამე. მიდი თორე წავედი. გამითავდა. დედა შეაგინე. შეაგინე მიდი. მიდი. დუდი შედება არ მოდის. დედა მოდი რა იდება? ხო. მიდი. არ ვიცი. რა არის? რუსულად არ ვიცი. ქართულად შეაგინე. ხო. მიდი. იანგული. შენი დედავადი. იმანასუინე პროსტიკასა ინეკაჯე. იანგული. შენი დედავადი. იმანასუინე პროსტიკასა ინეკაჯე. იანგული. შენი დედავადი. იმანასუინე პროსტიკასა ინეკაჯე. ასე გრძელდებოდა მთელი 9 წელიწადი. მერევნებები დაწყდა. იანგული და ჯემო. დინებათა არსენალი. ხოლო ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დინებამდე დაიბადა. იანგული შენი დედავადიე. იმანასუინე პროსტიკასა ინეკაჯემა. იანგული. შენი დედავადი. იანგული. შენი დედავადი. იანგული. შენი დედავადი. ნახე როგორ გაიწუცა. დამთავრდა მის ბაჭობა. დამთავრდა კი არა, ახლა დაიწყო. რომ გაჯობა და ისე. მაშინ რატომ არ შემოვიდა? გუშინ მკითხა, ჯემალის დედა სად არისო? მე ვუთხარი, აღარ არის მეთქი და იმიტომ აღარ შეგაგინა. მაშინ რატომ არ ვითხარი? ნაცი რატომ? ჯერი, მე რა ვიცოდი? იანგული. რას ფიქრობ? მაგი ჩემო ხატია შენ კი არა მე ვერ გავიგე. მაინც იანგული. რაზე ფიქრობ? ცაზე ვფიქრობ. ცაზე რას ფიქრობ? ცარო ცალკე იყოს მე ვფიქრობ. და კიდე ცალ-ცალკე იყოს იანგული. აგერ თვალში რაღაც ჩამივარ და დავოვიდეთ. თქვი იანგული. რა გინდა ცალ-ცალკე იყოს? ხატია. რა კარგი ხეობა ცარო ცალკე. ცარა ფერისაა იანგული. ცა ლურჯია ხატია. და ლურჯი თვითონ რა ფერია? ჭვი. ლურჯი ცისფერი. ცისფერი ლამაზია. კი, ძალიან რაღაცა ძალიან. აი, ცისაფერს ლურჯსაფერს ხომ გახსოვს? ლამაზი როგორია იანგული? ჟი. ლამაზია ხატია. გიდრონი წყლიანი ცისფერი თვალები. შავი წამწამები. წაბლისფერი თმა. გაბუტული სქელი ტუჩები. აი შენ როგორ იხარ ისეთი? ესე იგი მე ვარ ლურჯი და ცისფერი. შენ როგორი ხარ იანგული? მე მაიმუნი ვარ ხატია. მაიმუნი როგორია? აი
აი მე რო ვარ ცოტა ისეთი. შენი თმა რა ფერისაა იანგული? მავისფერი? თვალები შენს დიდი გავს და წამწამების. თვალები რა ფერის გავს? ხალხისფერი. ყურები პატარა გავს. ცხვირიც სწორი და პატარა. ნიკაპი მრგვალი. კბილები. ფილები ყველას ერთი გორსადია. შენ ლამაზი ხარ ხო იანგული? კიდევ კარგი ჯოი მყიდავ. შენ კი ხედავ იანგული. მარტო შენ და მზეს. იმ დღეს სკოლაში რომ მოვიდა იებული. დერეფანში შევედი. ძლივს ვიცა. ისა ჰქონდა სახე შეშუპებული და თავისუფლების თავისუფლება. რა მოგივიდა? არაფერი. როგორ მაგარი ასევიქა? არა. ვიხარი იმას? მარტო თქვენოელია მეწამოყოლი. მე დაჯერე. არ მიდავეკავე. მე და შენ მოვარე. ვერც მე და შენ და ვერც მთელი ვენეციის გაკეთე. ეგეთი ვინ არის? მამა ჩემი. მამა შენი? ხო, მამა ჩემი. ასე როგორ გაგიმედა? ჩემი ბრალია. მოდაშო. სამ დღეში სოხუმში საბერძნეთი და გემი ჩამოდის. ჩვენი თემის ბერძნები ელადაში ბრუნდები. მამა ჩემს. მე არაფერი მე არ მივყვები, არ მინდა წას. მამა ამბობს, რომ იქ ჩვენი სამშობლოა. დიდებული ელადა. მამა პაპათა სისხლი ეძახის და მოვალენი ვართ დავბრუნდეთ. მე რატომ არ მიყოლი? გურაგის. მე დედა ჩემი არ მახსოვს. მამა ჩემი ხან ბოსტანშია, ხან საშუალოზე. მე ვენეციის გზატკეცილზე გავიზარდე. ჩემი სამშობლო, ჩემი ელადა სოხუმია. ჩალბაში. რკინიგზის ხიდი. ვენეციის გზატკეცილი. კოკა, კურლიკა, ეწია, ფემა, ხატია და შენც. ეს არაფერი. ეს ამოსინგებული სიტყვაა ძმა. სამშობლო კი უფრო ემატებს. უფრო შევედი.
სახლში. სოხუმის მოქალაქენი თავისი სხეულის ნაწილს, თავის სისხლს და ხორცს ბერძნებს აწვდა. სხვა უდნავ ხელავდა. გემი კი ისე ირწეოდა და იქნევდა თავს. თითქოს თვითონაც გვემშვიდობებოდა. იანგული! იანგული! იგი დიდხანს დაეძებდა ბუბოში. ბოლოს ეთყობას მიწვიაგნო და რომ დაინახა ორივე ხელი მაღლა არო. იანგული! შვიდობი! ego აღაპო იმარას. ჟემა, მე მიყვარს დედა შენი. მესამე დღეს დინარე კელასურის შესართავთან ზღვამ ახალგაზრდა ბიჭის სხეული გამორიყა. უпроსторეთ იგი სტარავებმა მებადურეებმა გამოიტანეს. როდესაც სილაზე დაასვენეს, კლასელებს დაგვიძახეს. გვამის ამოსაცნობ. ბიჭს სახე წაშლილი ჰქონდა. ვერავინ ვერ იცნო იგი. ხოლოდ მე ვიცამი. როდესაც თავს არ დაცემულა მის მკერდზე, ლურჯად ამოსვინიგებული. ელადოს წავიკითხე. უკან მოუხედავად გაირბინა პლაჟი. სანაპირო, რკინიგზის ლიანდა. ვენეციის გზატკეცილი.